ერთხელ ერთმა ელვამ მთელი არმიის ბედი გადაწყვიტა და ეს ჩვენ განვიხილავთ ისტორიაში ყველაზე მოულოდნელ მომენტებს, როდესაც ბუნებამ შეაჩერა ბრძოლები, გააქრო არმიები და შეცვალა ომების დასასრული. დარჩი ვიდეოს ბოლომდე, რათა გაიგო ქარიშხლის ამბავი, რომელმაც იმპერიის ოცნება დაასრულა. გაწერე კომენტარებში გენერალი რომ ყოფილიყავი, უფრო მეტად ესი შეგეშინდებოდა მტრის თუ ბუნების ძალის. ასევე გაიგებ თუ რატომ აშინებდა ყველაზე ძლიერ ლიდერებსაც კი ღრუბლები და ჭიქაქუხები. მანამდე კი არ დაგავიწყდეს რომ გამოიზერო არხი და დაალაიქო ვიდეო. დავიწყოთ. წარმოიდგინე 9,500,000 ჯარისკაცი და ყველა უეცრად უცლური ხდება ზამთრის წინაშე. 1812 წელს ნაპოლეონმა თავისი დიდი არმია რუსეთში შეიყვანა. ის დარწმუნებული იყო თავის ძლიერებაში, მაგრამ ზამთრის მოახლოებასთან ერთად სიცივე -30 გრადუსზე ჩამოვიდა. ცხენები ადგილზე იყინებია. გზა, რომელსაც მოსამარაგებლად იყენებდნენ, გამოუსადეგარი გახდა. რუსულ არმიას თითქმის ბრძოლა არც დასჭირდა. ბუნება გახდა მათი მთავარი მოკავშირე. მთლიანი ბატალიონები გაქრნენ ერთ ღამეში, არა მტრის ტყვით, არამედ ყინვით და შიმშილით. ყველაზე დიდი საშიში ევროპული არმია სახლში დაბრუნდა მხოლოდ მცირე ნაწილით იმ ადამიანებისა, ვინც გადარჩა. გამარჯვება არა გენერლის, არამედ სიცივის დამსახურება იყო. ზამთარი ზოგჯერ ყველაზე სასტიკი მტერი არის. არასოდეს უგულებელყო ბუნების უკიდურესი პირობები, მომზადება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიამაყე. ახლა კი წარმოიდგინე უდიდესი საზღვაო შეჭრა შუა საუკუნეების ისტორიაში. მონღოლთა იმპერია, რომელიც ხმელეთზე დაუმარცხებელი ძალა იყო, ახლა იაპონიას მიადგა. მათ გააგზავნეს 10,000-ობით მეომრით დატვირთული გემები ზღვისკენ. ეს ის ჯარები არიან, რომლებმაც სამეფოები გაანადგურეს, ქალაქები დაანგრიეს და სადაც არ უნდა შესულიყვნენ, ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ. ბევრს სჯეროდა, რომ თუ ისინი იაპონიამდე მიაღწევდნენ, კუნძულები აუცილებლად დაეცემოდა, მაგრამ ოკეანემ სხვა რეალობა აჩვენა. 1274 წელს, როდესაც მონღოლთა ფლოტი იაპონიას უახლოვდებოდა, მოულოდნელად ძლიერი ტაიფუნი ამოვარდა. გემები ერთმანეთს დაეჯახნენ. 1000-ობით მეომარი ზღვაში ჩაიძირა, გადარჩენილები კი აქეთ-იქით გაიფანტნენ. იაპონია გადარჩა, თუმცა მხოლოდ დროებით. მონღოლები აქ არ გაჩერებულა. 1291 წელს, 7 წლის შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ კიდევ უფრო დიდი ძალით. ეს იყო შუა საუკუნეების ისტორიაში უდიდესი საზღვაო არმადა. 1000-ობით გემი ჰორიზონტს ავსებდა, ხოლო იაპონია მხოლოდ ერთ რამეს ხედავდა, რომ მათი დასასრული მოახლოებული იყო. თუმცა აქაც ისევ ბუნება ჩაერია. ამჯერად ტაიფუნი უფრო ძლიერი იყო. გემები დაიშალა, ჯარისკაცები ზღვაში ჩაიძირდნენ და მთელი არმია თითქმის ერთ ღამეში განადგურდა. იაპონელებისთვის ეს უბრალო შემთხვევა არ ყოფილა. მათ შტორმს ღვთიური დაცვა უწოდეს და სახელიც მისცეს კამიკაძე, ანუ ღვთიური ქარი. ეს მათთვის ნიშანი იყო, რომ ცა თავად იცავდა მათ კუნძულებს. მახვილი საღმართვის გარეშეც კი იაპონიამ გადაიტანა მსოფლიოს უდიდესი იმპერიის თავდასხმა. ერთმა ქარმა ფლოტები ჩაძირა, მეორემ კულტურა გადაარჩინა და ამ ორმა აზიის მომავალი შეცვალა. ხალხთა ბედი არა ბრძოლით, არამედ ქარის ძალით განისაზღვრა. ღამე ჩამოწვა და ამერიკის რევოლუცია ძაბზე ჰკიდია. 1776 წლის ზაფხულში ჯორჯ ვაშინგტონის არმია ბრუკლინში ბრიტანეთის ძლიერი ჯარების ალყაში მოექცა. ყველაფერი უიმედოდ ჩანდა. ჩაბარება ან დაღუპვა თითქოს მხოლოდ საათების საქმე იყო. ბევრს ეგონა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა დასრულდებოდა, სანამ ჯერ თავისუფლება დაიწყებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ბუნებამ თავისი როლი ითამაშა. აღმოსავლეთ მდინარის მხრიდან სქელი მძიმე ნისლი წამოვიდა. ნელა გადაფარა მთელი ბანაკი, ჯარისკაცები და ზარბაზნები. ბრიტანელებს აღარაფრის დანახვა შეეძლოთ. ამ საიდუმლო საფარის ქვეშ ვაშინგტონმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო. მას ჩუმად რიგ-რიგად ნავებით გადახავდა თავისი ჯარისკაცები მდინარის მეორე მხარეს. 1000-ობით კაცი თითქოს ნისლში გაქრა. არის მოდა არც როლის და არც უკანდახევის სიგნალი. დილით, როცა ნისლი გაიფანტა, ბრიტანელებმა აღმოაჩინეს, რომ არმია სრულიად გამქრალიყო. არც გასროლა, არც არანაირი ხმაური. მხოლოდ ღამე და ნისლი, რომელმაც გადაარჩინა მთელი არმია. რომარა ის ერთი ღამე რევოლუცია შესაძლოა ჯერ კიდევ დაბადებისას დამთავრებულიყო. ყველაზე რთულ დროს გადარჩენა ყოველთვის ძალაზე არის დამოკიდებული. ის ზოგჯერ მოთმინებასა და ზუსტ დროზეა. როდესაც მტრის არმიები ნიდერლანდებისკენ მიიწევდნენ, მებრძოლები ყოველთვის ხმლით არიცავდნენ მიწას. მათი რაღაც წყალი გამოიყენეს. საუკუნეების განმავლობაში ჰოლანდიელები ზღვის შესაკავებლად ჯებირებს აშენებდნენ, მაგრამ როცა საფრთხე ახლოვდებოდა, ისინი მზად იყვნენ გაერღვიათ საკუთარი თავდაცვა და გადარჩენისთვის სამშობლო დაეტბორათ.
1574 წელს ლეიდენის ქალაქი ალყაში მოაქცია ესპანეთის ჯარმა. ალყა დიდხანს გრძელდებოდა, მოსახლეობას შიმშილი დაეტყო და გამოიფიდა. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ქალაქი მალე დაეცემოდა, მაგრამ მოულოდნელად საოცარი რამ მოხდა. ჰოლანდიელებმა შეგნებულად გახსნეს თავიანთი ტბები და სწორედ ამ დროს ძლიერი ქარიშხალი წამოვარდა ზღვიდან. ქალაქი წყლით აივსო, გველები ტბებად გადაიქცა, მტრის ბანაკები კი ადიდებულმა წყლებმა წალეკა. ჯარისკაცები, რომლებიც გამარჯვების მომხმარებას გრძნობდნენ, უეცრად აღმოჩნდნენ წყალში, თავიანთი პოზიციების გარეშე. ამის შემდეგ კი ყველაზე დაუჯერებელი რამ მოხდა. ჰოლანდიურმა გემებმა პირდაპირ დატბორილ მიწებზე გაცურეს და ქალაქში საკუთი და დახმარება შეიტანეს. ლეიდენი გადარჩა. ესპანელებს კი აღარ ჰქონდათ ძალა, რომ ერთდროულად წყალსა და ქარიშხალს დაპირისპირებოდნენ და ალყა მოხსნეს. ომი დასრულდა ხმის აღმართვის გარეშე. ბუნება ჰოლანდიელთა მოკავშირე გახდა. სწორედ ამან დაამტკიცა, რომ ხანდახან ყველაზე ძლიერი ფარი არც ფოლადია და არც ქვა, არამედ თავად მიწა და წყალი. საუკეთესო თავდაცვა ყოველთვის წინააღმდეგობა არ არის. ზოგჯერ პატარა დისკომფორტი უფრო დიდ გეგმებს ემსახურება. წარმოიდგინე, რომ უცხოები 40,000 ჯარისკაცს და 37 ძლიერ მეომარს პილოს და ისინი გაყინულ მთებში გადაგხავს. ძველი წელთაღრიცხვით 218 წელს ჰანიბალი, ცნობილი კართაგენელი სარდალი ცდილობდა შეუძლებელს ალპების გადალახვას, რათა პირდაპირ რომის გულში შესულიყო. მისი გეგმა გაბედული იყო, ჯარი ძლიერი, ხოლო სპილოები ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. მაგრამ ნამდვილი მტერი რუხაზე არ ჩანდა. ეს რომაელები კი არა მთები იყვნენ. არმია, რაც უფრო მაღლა ადიოდა, ყინულოვანი ქარი ჯავშანსა და ტანსაცმელს დანასავით ჭრიდა. მოულოდნელი ქარბუქები ბილიკებს ფარავდა, გზები ღამით ქრებოდა. ზოლები მთის ფერდობებიდან ეშვებოდა და ადამიანებს ცხენებსა და მარაგებს ყლაპავდა. მეომრები ღამით იყინებოდნენ. მათი თითები და ფეხები ყინვისგან შავი ხდებოდა. ზოგს ფეხი დაუწდამ და უბსკოლში გადაეშვა. თვითონ დიდებული სპილოებიც კი, რომლებიც რომის დასაშინებელი იარაღი უნდა ყოფილიყო, სიცივემ ერთი მეორეს მიყოლებით დაამხო. ძლევამოსილი არმია, რომელმაც გზა იმედითა და ძალით დაიწყო, ნაბიჯ-ნაბიჯი შლებოდა. როცა ჰანიბალი ბოლოს ალპებიდან გამოვიდა, მისგან დარჩენილი იყო მხოლოდ ნატამალი იმ არმიისა, რომელიც ერთ დროს დიდებული იყო. ბუნებამ თავად ითამაშა რომის პირველი მცველის როლი და ჰანიბალი ბრძოლის ველზე მის ლომდე დაასუსტა. სიმამაცესა და გაბედულ გეგმებს ფასი არ აქვს, თუ გარემო არასწორად არის შეფასებული. ახლა გადავიდეთ 1596 წელს. ესპანეთის დიდებული ფლოტი, რომელიც ოდესღაც ზღვებზე ყველაზე შიშის მომკვრელი ძალა იყო, ქადისის ნავსადგურში იდგა აღმართული იარაღითა და ბრძოლისთვის მოწყურებული ჯარებით. ესპანეთს ჯერ კიდევ სურდა ოკეანეების ბატონობა და ქადისი ამოცნების მთავარი გასაღები იყო. მაგრამ ოკეანეს სულ სხვა გეგმა ჰქონდა. მოულოდნელად ატლანტიკის ძლიერმა ქარიშხალმა ზღვას გადაუარა. ქარები ისეთი ძალით ქროდა, რომ გემები სამაგრებს მოწყდნენ. უზარმაზარი ტალღები ერთმანეთს აჯახებდნენ გემებს. გემბანები ფაიფურივით იმსხვრეოდა, აფრები იხეოდა და ამ ქაოსში ცეცხლიც კი გავრცელდა. ინგლისელებს თითქმის არ მოუხდათ ბრძოლა. როცა ისინი ნავსადგურში შევიდნენ, ესპანეთის ფლოტი უკვე განადგურებული იყო ბუნების ხელით. იქ სადაც მძიმე საზღვაო ბრძოლა უნდა გამართულიყო, დარჩა მხოლოდ ესპანელთა ჯარების და გემების ნარჩენები. შემდგომში ესპანეთის საზღვაო ფლოტის სიძლიერე შეირღა, მათი კონტროლიდან გამოვიდა ციხესიმაგრე და საზღვაო ძალების ბალანსი შეიცვალა. ერთმა ქარმა ესპანეთის მრავალწლიანი ბატონობა გააქრო. ომში დრო შეიძლება ყველაფერს ცვლიდეს, მაგრამ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ამინდს ეკუთვნის. წარმოიდგინე ახლა ასეთი სურათი. მეომრები მზად არიან, ფარები აწეული აქვთ, ხელში შუბები უჭირავთ და ბრძოლა წამებში უნდა დაიწყოს. ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეა და სპარტელები თავიანთი სიმტკიცით და სიმამაცით ცნობილი მეომრები მეტოქეებს უპირისპირდებიან. ჰაერში დაძაბულობა ტრიალებს. მიწა მშვიდია და თითოეული ჯარისკაცი მზად არის სიკვდილამდე იბრძოლოს, მაგრამ მომდენო წამში თვითონ მიწამ დაიწყო ბრძოლა. უზარმაზარი მიწისძვრა მათ ფეხქვეშ. მიწა შეირღა და შუაზე გაიბო. შენობები ჩამოიშალა, ქვის კედლები დაინგრა, ჯარისკაცები კი ბალანს კარგავდნენ. მიწა თითქოს ზღვის ტალღასავით ირღეოდა. იდეალურად დალაგებული რიგები ქაოსმა მოიცვა. არა მტრის გამო, არამედ ბუნების გამო. מחვილებს ფარებსა და მრავალწლიან წვრთნას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. როცა თვითონ მიწა გესხმის თავს, ხვდები, რომ ისეთ რამეს უპირისპირდები, რითვისაც მზად არ ხარ. მეომრებისთვის, რომლებსაც უკან დახევა არასოდეს უსწავლიათ, გაჩერების ბრძანება ბუნებამ გასცა. იმ წუთში თვითონ სპარტამაც კი მოიხარა მოხლე მიწისძვრის წინაშე. ზოგჯერ რაოდენ მომზადებულიც არ უნდა იყო, ყოველთვის იქნება რაღაც, რისთვისაც მზად არ ხარ.
საუკუნეების შემდეგ ჩრდილოეთის გაყინულ მხარეებში ბუნებამ კიდევ ერთი მომაკვდინებელი მახი მომზადა. შუა საუკუნეებში ჯარები ხშირად კვეთავდნენ გაყინულ მდინარეებს, რადგან სჯეროდათ, რომ ყინული ისეთივე მყარი იყო, როგორც მიწაზე სიარული. თეთრ მბზინვარე ზედაპირზე სიარული თითქოს უსაფრთხო ჩანდა, მაგრამ ყინული ასე არ ფიქრობდა. 1252 წელს პეიპოსის ტბის დიდ ბრძოლაში თევდონელი რაინდები მძიმე აბჯრით და ცხენებით შეიარაღებული მტერს გაყინულ ტბაზე გაჰყვა, მაგრამ უცებ ზედაპირმა ხმამაღლა დაიკუღა და დასკდომა დაიწყო. ფოლოდის ჯავშნებმა და ცხენების სიმძიმემ ყინული გადეხა. ჯარისკაცები და ცხენები ერთდროულად ჩავცივდნენ გაყინულ შავ წყალში. მეომრები, რომლებიც მახვილებსა და ისრებს ელოდნენ, წყლის სიღრმეში აღმოჩნდნენ გამოუწვდეულნი. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე სწორედ აქ დაკარგა. ისინი ტბამ მანამ ჩაყლაბა, სანამ მტრის ხმალი მიუახლოვდებოდა. ბრძოლა არ დამთავრებულა ხმლების ჯახებით, არამედ ყინულის ლეწვით. მდინარე თვითონ იქცა იარაღად. მან წყლის სიღრმეში დატოვა ჯარები და დაიცვა ნოვგოროდი. მიწა, რომელზეც დგახარ, შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს, ვიდრე მტერი, რომელიც შენ წინ დგას. წარმოიდგინე ალპები პირველი მსოფლიო ომის დროს. იტალიისა და ავსტრო-უნგრული ჯარები მთებში თხრილებს თხრიდნენ, მაგრამ ზამთარმა უფრო საშიში მტერი გამოაშკარავა, ვიდრე ჭურვებია. უზარმაზარი ზავები მთებიდან მოდიოდა და მთელ ბატალიონებს წამებში ფარობდა. მხოლოდ 1916 წლის დეკემბერში 10,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, არა მტრის ცეცხლით, არამედ თოვლით. თოფებით შეიარაღებული კაცები უძლურები იყვნენ ყინულისა და ქვის კედლების წინაშე, რომლებიც ზემოდან ენგრეოდათ. ბუნებამ უფრო მეტი დაღუპა, ვიდრე არტილერია და ბოლოს მთა გახდა ჯალათი. მაღალ ადგილებში ყველაზე დიდი საფრთხე მტერი კი არა, არამედ თავად გრავიტაცია. 1346 წლის 26 აგვისტო იყო. კეისრის ბრძოლაში ინგლისელები და ფრანგები შეეჯახნენ ერთმანეთს 100 წლიანი ომების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეტაკებაში. როცა არმიები მშვილდებს ამზადებდნენ, მოლოდინელად ქარიშხალი წამოვიდა. წვიმამ ჯვაროსნების არბალეტები დაასრულა და უსარგებლო გახადა. ინგლისელთა მშვილდები კი, რომლებსაც ცვილის თოკები იცავდა, მაინც ისროდნენ. ბუნებამ ბრძოლა ბოლომდე არ შეაჩერა, მაგრამ ერთ წუთში წონასწორობა შეცვალა და საფრანგეთის თავდასხმა დაასუსტა. ერთმა ქარიშხალმა ბრძოლის შედეგი შეცვალა. საუკუნეების შემდეგ ბუნებამ კიდევ უფრო ძლიერი დაბრკოლება მოამზადა. 1709 წელს შვედეთის ლაშქრობის დროს ბალტიის ზღვის ნაწილი ძლიერმა ზამთარმა გაყინა. მომარაგებელი გემები და ჯარები ყინულში გაიჭრნენ და მთელი მოქმედებები შეჩერდა. ჯარისკაცებს მარში აღარ შეეძლო. ფლოტები ვეღარ მიცხრობდნენ და ლაშქრობა შიმშილსა და დაღრილობაში გადაიზარდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერც ერთი მხარე წინ ვერ მიიწევდა. ომი პირდაპირ გაგებით გაიყინა. ზოექსა ერთდროულად გზადაც და ციხედაც. როცა წყალი ყინულად იქცევა, სტრატეგიებიც შერდება. მომარაგება იმ წამს ინგრევა, როცა ბუნება გზებს კიდავს. ჩრდილოეთ აფრიკა 1942 წელი. ფელდმარშალმა რომაელმა თავისი ტანკები ელ-ალამეიში მოკავშირეთა ძალების წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმისთვის მოამზადა, მაგრამ საჰარას თავისი გეგმა ჰქონდა. უზარმაზარმა ქვიშის ქარიშხალმა უდაბნო მოიცვა. მძღოლებს დაუბრმავა თვალები, წრევები გააჩერა და ზარბაზნები გააჩუმა. ხილვადობა ნულამდე დაეცა. ადამიანები საკუთარ ხელებსაც ცლივს, მტერს კი საერთოდ ვერ ხედავდნენ. შეტევა ვერ დაიწყო და როცა ცა გაიწმინდა, ბრძოლის ველი უკვე მოკავშირეების კონტროლში იყო. თვითონ უდაბნომ შეაჩერა შეტევა. მოქმედებისას სიჩქარე არაფერს ნიშნობდა თუ გარემო ხედვას გართმევს. 1928 წელს, როცა იაპონიის ჯარები ღრმად შევიდნენ ჩინეთში, ჯარისკაცებმა საშინელ გზას მიმართეს. მათ ყვითელი მდინარე გაათავისუფლეს. შეგნებულად დაანგრიეს კაშხალები და მთელ რეგიონებში წყალი გაავრცელეს. მტრის წინსვლა კი ტალახსა და წყალში ჩერდებოდა. მაგრამ ბუნებამ ეს ხელოვნური გრევა გაზარდა. წყლებმა ქალაქები დააქცია და სოფლები წაიღო. ქალაქში შეჭრა შენელდა, მაგრამ ამის ფასად ათასობით ადამიანი დაიღუპა. მდინარემთან შემტევი ჯარებიც განადგურა და მშვიდობიანი მოსახლეობაც. წყალს მთავარსარდალი არ ყავს. 1954 წლის ივნისი. მოკავშირეები იმზადებოდნენ ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო შეტევისთვის, მაგრამ ამით გაუარესდა. ინგლისის არხზე ძლიერი ქარები და ტალღები გაჩნდა, რის გამოც ოპერაცია ოვერლორდი გადაიდო. ბევრს ეგონა, რომ თავდასხმა საერთოდ ჩაიშლებოდა, მაგრამ მეტეოროლოგებმა ქარიშხალში 36 საათიანი მცირე შუალედი შენიშნეს. აიზენჰაუერმა ეს შანსი გამოიყენა და 6 ივნისს დაიწყო დიდი დღე.
ამ დროებით ის იმშვიდის გარეშე ევროპის გათავისუფლება შეიძლება განუსაზღვრელი ხნით გადადებულიყო. ერთმა ამინდის პროგნოზმა ომი შეცვალა. წარმატება ხშირად ნიშნავს ბუნების ისე კარგად წაკითხვას, როგორც მტრის. 1954 წლის დეკემბერი. ამერიკის მესამე ფლოტი წყნარ ოკეანეში იაპონიის ძალებს მისდევდა, როცა მოულოდნელად ტაიფუნმა კობრამ დაარტყა. ტალღები 18 მეტრამდე ადიოდა. ქარებმა აფრები დაგლიჯა და გემები გადმოუბრუნა. ათეულობით მეზღვაური დაიღუპა. თვითმფრინავები კი გემბანზე დაემსხვრა. მთელი ფლოტი რამდენიმე დღით გამოუხსადეგარი გახდა. ბრძოლა საერთოდ არ გაიმართა. ბუნებამ კამპანია შეცვალა. ტაიფუნმა ერთდროულად გემების ჩაძირა და მტრებიც გადაარჩინა. ოკეანეზე კი ბატონობდა ქარიშხალი. ყველაზე ძლიერი ფლოტიც კი შეიძლება დამცირდეს ბუნების რისხვის წინაშე. დღეს არმიებს ახალი მოწინააღმდეგე ჰყავთ. ქაოსური კლიმატი. არქტიკის ბაზები, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, ახლა დაუცველია, რადგან ცნობილი ყინული და მოლოდინილი ქარიშხლები წვრთნებს, მომარაგებას და გადაადგილებას არღვევს. სწავლებებში ჯარისკაცები ჩარჩენილა, ტექნიკა დამდროულა და ოპერაციები შეჩერებულა. არა მტრის გამო, არამედ ბუნების ცვალებადობის გამო. თანამედროვე სტრატეგია ძველ ძალებს ეჯახება. როგორც ჩანს, ბუნება არსად წასულა. მომავალ ომებში შესაძლოა ბრძოლაზე მეტად კლიმატმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.